თან მობრძანებისთვის. გილოცავთ ყველას ბანკირის დღეს, ჩვენს პროფესიონალურ დღესასწაულს და ამ სცენაზე მინდა მოვიწვიო ბატონი ირაკლი კობახიძე, პრემიერ-მინისტრი. მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო, მივესალმები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, მივესალმები მინისტრებს, მივესალმები პარლამენტის წევრებს, მივესალმები ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს, ეროვნული ბანკის თანამშრომლებს, მივესალმები საბანკო სექტორის წარმომადგენლებს, კერძო ბანკების წარმომადგენლებს, მინდა მოგილოცოთ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში პროფესიული დღე, დღეს ჩვენ აღნიშნავთ ასევე ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეს. და როგორც მოგეხსენებათ, სწორედ ილია ჭავჭავაძე გახდა დიმიტრი ყიფიანთან ერთად პირველი ქართული ბანკის შექმნის ინიციატორი და გარდა ამისა ის ხელმძღვანელობდა ათწლეულების განმავლობაში პირველ ქართულ ბანკს. მას ძალიან კარგად ესმოდა საბანკო სექტორის როლი ქვეყნის განვითარების პროცესში და დიდი ძალისხმევა დაუთმო მანამ საერთო ეროვნულ საქმეს. და ბუნებრივია, აბსოლუტურად ლოგიკურია ის, რომ სწორედ ილია ჭავჭავაძის სახელს დაუკავშირდა ბანკირის დღის დაფუძნებაც. თითქმის საუკუნე ნახევარი გავიდა საქართველოში პირველი ბანკის დაფუძნებიდან და დღეისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის და კომერციული ბანკების ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ გვაქვს რეგიონში ნამდვილად სამაგალითო საბანკო სექტორი, რითაც შეგვიძლია ვიამაყოთ. ჩვენ გვაქვს ზოგადად სწორი ეკონომიკური, ეფექტიანი მონეტარული პოლიტიკა და ამ ყველაფრის შედეგად ჩვენ გვაქვს ჯანსაღი მაკროეკონომიკური გარემო ჩვენს ქვეყანაში. ბოლო 4 წლის განმავლობაში მივახციეთ ძალიან მაღალ ეკონომიკურ ზრდას ევროპაში. ვართ პირველ ადგილზე ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით. გასული 3 წლის განმავლობაში საშუალო ზრდა შეადგინა 9.7% და წელსაც გვაქვს ძალიან მაღალი მაჩვენებელი. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერში საბანკო სექტორს და ეროვნული ბანკის საქმიანობას განსაკუთრებული როლი ენიჭება. ასევე უზრუნველყოფილია ქვეყანაში ფასების სტაბილურობა, ლარის კურსის სტაბილურობა, დაბალია მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, ჩვენ გავზარდეთ საერთაშორისო რეზერვების მოცულობა, ამისთვისაც რა თქმა უნდა, ეროვნულ ბანკს განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის. იყო საკმაოდ რთული ვითარება გასული წლების განმავლობაში, რაც განპირობებული იყო ჯერ პანდემიით, შემდეგ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებით, იყო გლობალური ინფლაციური შოკები და უკვე 19 თვეა ამ ყველაფრის ფონზე, ამ ყველაფრის მიუხედავად ჩვენ ვახერხებთ ინფლაციის მიზნობრივზე დაბალ დონეზე შენარჩუნებას, აქაც რა თქმა უნდა, ეროვნული ბანკის როლი არის მნიშვნელოვანი და საქართველოს მთავრობის როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე ცალკე უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ეროვნული ბანკი და მთლიანად საფინანსო სისტემა სათანადოდ იცავენ იმ სასანქციო რეჟიმს, რომელიც არის დადგენილი და ამასთან დაკავშირებით განხორციელდა არაერთი ვიზიტი, შედგა მონიტორინგი, რამაც დაადასტურა ის, რომ ჩვენ ყველა თვალსაზრისით გვაქვს სათანადო დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ, ამისთვისაც მადლობა მინდა გადაგიხადოთ. ეროვნული ბანკის რეგულაციები, ასევე საზედამხედველო ჩარჩო არის სრულთანხვედრაში, მოწინავე საერთაშორისო პრაქტიკასთან. საქართველო არის პირველი ქვეყანა, ამას ალგე აღნიშნავ, რომელმაც უკვე შეიტანა განაცხადი სეპაში, ერთიანი ევროკადახდების სივრცეში გაწევრიანების თაობაზე. რა თქმა უნდა, ამ ყველა წარმატებაში თითოეული თქვენგანის როლი არის განსაკუთრებულია საქართველოს ეროვნული ბანკის როლი, განსაკუთრებულია კომერციული ბანკების როლი, თითოეული თქვენგანის როლი და კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენი პროფესიონალიზმისთვის და ყველა იმ საქმისთვის, რასაც თქვენ აკეთებთ ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ. კიდევ ერთხელ მინდა მოგილოცოთ ბანკირის დღე, პროფესიული დღე და მინდა გისურვოთ წარმატებები სამომავლო საქმიანობაში. დიდი მადლობა. სცენაზე ვთხოვთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ შალვა პაპუაშვილს. მოგესალმებით. მივესალმები ეროვნული ბანკის პრეზიდენტ ქალბატონ ნათია თრონავას, მივესალმები პრემიერ-მინისტრს, მივესალმები მთავრობის წევრებს, პარლამენტის წევრებს, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს, დამსწრე საზოგადოებას, კომერციული ბანკების წარმომადგენლებს. დღეს ბანკირის პროფესიულ დღეს შევიკრიბეთ, რომ აღნიშნოთ ბანკირებისა და ფინანსისტების მნიშვნელოვანი როლი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ დღეს ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 187 წელი გავიდა. მან ქართული ეროვნული ღირებულებების აღორძინებასთან ერთად ქართული ბანკის დაფუძნება
და განვითარებაც ითავა. ეს ფაქტი მოწმობს თუ რა მნიშვნელობა ენიჭება ერის, ხალხის, სახელმწიფოს განვითარებაში საბანკო საქმის სათანადოდ წარმართვას. საბანკო საქმემ მხოლოდ ფულის მართვა არ არის, საბანკო საქმე დღეს დამოუკიდებელ საქართველოში ეკონომიკური ზრდის, ინვესტიციებისა და კეთილდღეობის საფუძველს ქმნის. საბანკო საფინანსო სექტორი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საყრდენია. მცირე მეწარმიდან მსხვილ საწარმომდე, სოფლად ყოფი ფერმერიდან ქალაქში მყოფ სტუდენტამდე, ყველას ეძლევა შესაძლებლობა განახორციელოს თავისი მიზნები და მიიღოს დახმარება არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად. ქალბატონებო და ბატონებო, ჯანსაღი საბანკო სისტემა უნდა განვიხილოთ როგორც არა მარტო ეკონომიკის, არამედ ეროვნული უსაფრთხოების ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტი. ამ მხრივ მინდა ყურადღება გავამახვილო ეროვნული ბანკის განსაკუთრებულ როლზე ჩვენს ქვეყანაში სტაბილური საფინანსო გარემოს შენარჩუნებაში. ეროვნული ბანკი ბევრად მეტია, ვიდრე ფინანსური ინსტიტუტი, მას დიდი წვლილი შეაქვს ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. დღევანდელ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, პირდაპირ საინფორმაციო თავდასხმების პირობებში, რომლებიც მათ შორის ჩვენს ვალუტას ეხება, ეროვნულმა ბანკმა წარმატებით შეძლო ლარის სიმყარისა და ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნება. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ამისთვის ქალბატონ ნათია თურნავას, ისევე როგორც ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს, პროფესიონალიზმისთვის და ნაყოფიერი საქმიანობისთვის. საბანკო საფინანსო სექტორი წლების განმავლობაში წარმატებით ვითარდება. ჩვენ ვართ თანამედროვე საბანკო ტექნოლოგიების დანერგვის, მომხმარებელთა მომსახურებისა და მარეგულირებელი ჩარჩოს განვითარების მხრივ დიდი პროგრესის მომსწრენი. ჩვენი ბანკირების დაუღალავი შრომის შედეგად საქართველოს რეგიონში დინამიური და მედეგი ფინანსური ცენტრი გახდა. დღესდღეობით თანამედროვე სამყაროში არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, მათ შორის ფინანსური მომსახურების ციფრული ტრანსფორმაციის ფონზე, თქვენი მოქნილობა და ინოვაციური მიდგომები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ, წარმატებით გააგრძელებს სიახლეების დანერგვას და მომავალშიც უზრუნველყოფ ჩვენი ეკონომიკისა და საზოგადოების სტაბილურობასა და განვითარებას. ბანკირის დღეს თითოეულ თქვენგანს დიდ მადლობას გიხდით თქვენი საქმიანობისთვის. პარლამენტი გააგრძელებს ისეთი პოლიტიკის ხელშეწყობას, რომელიც საბანკო ფინანსური სექტორის შემდგომ განვითარებაზე იქნება ორიენტირებული და ფინანსური მომსახურების ყველა მოქალაქისთვის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. გულითადად გილოცავ თქვენს პროფესიულ დღეს, ვაფასებთ თითოეული თქვენგანის წვლილს გამართული, ეფექტიანი და სანდო საბანკო საფინანსო სექტორის ჩამოყალიბებაში და შემდგომ წარმატებას გისურვებ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. დიდი მადლობა. ახლა კი სენაზე ვთხოვთ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებას ქალბატონ ნათია თურნავას. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. კიდევ ერთხელ მინდა მოგილოცოთ ბანკირის პროფესიული დღესასწაული. ეს დღესასწაული დაფუძნდა დაახლოებით 25 წლის წინ და ეს იყო მაშინ ეროვნული ბანკის და საბანკო ასოციაციის ერთობლივი ინიციატივა. მართლაც 8 ნოემბერი არის თითოეული ქართველისთვის, მაგრამ პირველ რიგში საფინანსო სექტორის მოღვაწეებისთვის განსაკუთრებული დღე, დიდი ილიას დაბადების დღე. ასევე სიმბოლურია, რომ წლევანდელ წელს ჩვენ კიდევ ერთი თარიღი გვაქვს, ეს არის პირველი სახელმწიფო ბანკის, ანუ თანამედროვე ეროვნული ბანკის დაფუძნების 105 წლისთავი, 105 წელი გავიდა მას შემდეგ და ჩვენ ძალიან ამაყები ვართ, რომ წელს თბილისის საკრებულოს ხარდაჭერით მოგვეცა შესაძლებლობა, რომ ჩვენი წვლილი შეგვეტანა პირველი სახელმწიფო ბანკის პირველი მმართველის ბატონი იასონ ლორთქიფანიძეს მის მემკვიდრეობაში და მის, ასე ვთქვათ, 8 წლის დაფასებაში. საკრებულოს ხარდაჭერით გავხსენით მემორიალური დაფა, ასევე ეროვნული ბანკის საკასო ცენტრის მიმდებარე ქუჩა და სკვერი მას ეწოდა იასონ ლორთქიფანიძეს სახელი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ვიცოდეთ ჩვენი საბანკო ისტორია, რადგან საბანკო სექტორი, საბანკო საქმე ეს არის ძალიან მდიდარი ტრადიციების მატარებელი დარგი, აი უკვე თითქმის 1 საუკუნეს ითვლის და ძალიან ამაყები ვართ იმის გამო, რომ ჩვენი ბანკირები, აქ დასაქმებული ადამიანები არიან ღირსეული გამგზელებლები ილიას და იასონის საქმისა. და მართლაც ეს არის დამსახურება იმ 40,000-ზე მეტი ადამიანის, პროფესიონალის, ვინც ამ სექტორში არის დღესდღეობით დასაქმებული და ვისაც დიდი წვლილი შეაქვს, როგორც საბანკო
საბანკო სექტორის სტაბილურობაში და განვითარებაში, ასევე ჩვენთან ერთად ეკონომიკურ განვითარებაში, ფასების სტაბილურობაში, რაც არის ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა. აქვე მინდა ვთქვა, რომ ჩვენი მცდელობები შევინარჩუნოთ ფასების სტაბილურობა და ფინანსური სტაბილურობა არ იქნებოდა წარმატებული, რა თქმა უნდა, მთავრობის ძლიერი ეკონომიკური პოლიტიკის და მთავრობის მხარდაჭერის გარეშე, იმიტომ რომ მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით არის შესაძლებელი ასეთ ტურბულენტურ გარემოში კონდეს ისეთი მზარდი, ისეთი სტაბილური მაკროეკონომიკური ჩარჩო, რაც გვაქვს საქართველოში, რომელიც გამოიხატება ძალიან ძლიერ ეკონომიკურ ზრდაში და ამ ფონზე დაბალ ინფლაციაში, აი უკვე 19 თვეა, რაც ინფლაცია არა მხოლოდ მიზნობრივზე დაბალია, არამედ უმეტესწილად 1%-ზე დაბალია. ამ დროს ეკონომიკა ძირითადად ორნიშნა ზრდის ტემპს აჩვენებს და ეს მხოლოდ ერთ რამეზე მეტყველებს, რომ ჩვენმა ეკონომიკამ ბოლო წელიწადნახევარში განიცადა თვისებრივი გარდაქმნა, განვითარება და გაიზარდა მისი პროდუქტიულობა და აქ, რა თქმა უნდა, ეროვნული ბანკის, საბანკო სექტორის, მთავრობის, მისი ეკონომიკური გუნდის ერთობლივი ძალისხმევა ჩანს და ასევე მნიშვნელოვანია მშვიდობიანი გარემო, რომელ გარემოშიც ჩვენ გვიწევს საქმიანობა. ამის გარეშე, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ სტაბილურობის შენარჩუნებას ვერ მოვახერხებდით. მე მინდა დღეს ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო თითოეულ ამ სექტორში დასაქმებულ ადამიანს. ჩვენი საბანკო სექტორი მართლაც გამორჩეულია და უფრო ძლიერ განვითარებულ მდიდარ იურისდიქციებს, მდიდარ ქვეყნებსაც შეშურდება. თუ რამდენად ძლიერი, მაღალ კაპიტალიზირებული, მაღალი ლიკვიდობით, აქტივების საუკეთესო ხარისხით გამორჩეული არის ჩვენი საბანკო სისტემა. ჩვენი ბანკები არიან არა მხოლოდ სანდო საფინანსო ინსტიტუტები, სადაც ბოლო 10 წლეულებში არც ერთი ანაბრის დაკარგვის შემთხვევაც კი არ ყოფილა, არამედ ისინი არიან ინოვატორები, ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი დარგი უცხოელი ინვესტორებისთვის და ინვესტიციებისთვის. აქ თქვენ შეხვდებით მთელ გეოგრაფიას საერთაშორისო ინვესტორების დაწყებული ევროპით, აზიის ქვეყნების, სპარსეთის ყურე, ჩინეთი, სინგაპური და მზარდია ეს გეოგრაფია, მაგრამ რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ჩვენი ბანკები, წამყვანი ბანკები განსაკუთრებით აქეთ გახდნენ მიმზიდველი ძალიან სოლიდური ინვესტორები ჩვენს რეგიონში, შუა დერეფანში და საკმარისია ვახსენოთ თუნდაც სომხეთში ერთ-ერთი წამყვანი ბანკის შეძენა, უზბეკეთში დაწყებული ძალიან წარმატებული ციფრული ბანკის პროექტი და ეს პროცესი ჩვენი მხარდაჭერით, რა თქმა უნდა, გაგრძელდება. ასევე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ როგორც ზედამხედველები, რა თქმა უნდა, ძალღონეს არ ვიშურებთ და არ დავიშურებთ იმისთვის, რომ ჩვენი საბანკო სისტემა იყოს კიდევ უფრო მეტად მდგრადი, გაუძლოს ყველა შოკს. ჩვენი ჩარჩო არის მაქსიმალურად მიახლოებული როგორც ევროპის საუკეთესო პრაქტიკასთან და სტანდარტებთან, ასევე ჩვენ ადგილობრივ პირობებსაც მორგებული და მთელი რიგი პარამეტრებით ჩვენ ბევრ ევროპელ კოლეგას ვუსწრებთ და ამიტომაც ხშირია, როდესაც ვუზიარებთ მათ ჩვენს გამოცდილებას, იქნება ესეთი ახალი დარგი, როგორც ვირტუალური აქტივების სერვისების პროვაიდერი თუ ციფრული ბანკების დაფუძნება და ზედამხედველობა. ჩვენ როგორც ეროვნული ბანკი ამასთან ერთად ძალიან აქტიურად მუშაობთ შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნაზე, რომ ამ სფეროში მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი ფინანსებზე წვდომა, კონკურენცია სხვადასხვა სექტორში და მომხმარებელთა უფლებების დაცვა, იმიტომ რომ ძალიან ძლიერ საბანკო სექტორს სჭირდება ამ კუთხით საკმაოდ ძლიერი ჩარჩო და მე მადლობელი ვარ ბანკების თანამშრომლობისთვის ამ სფეროში. მინდა უბრალოდ სულ რამოდენიმე ინიციატივა ჩამოვთვალო ამ თვალსაზრისით. ბატონმა პრემიერმა ახსენა, რომ ჩვენ ვართ ერთ-ერთი პირველი ქვეყანა არა ევროპის, ესე ვთქვათ, ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, ვინც მივმართეთ სეპას, ანუ ერთიანი ევროს საგადახდო სისტემას და იქაც პროგრესის ახეზია და სულ ბოლო ეტაპზე ვართ, ასე ვთქვათ, როდესაც შევძლებთ რომ მივიღოთ ეს წევრობა, მაგრამ ამასთან ერთად წამოვიწყეთ მეორე არანაკლებ მნიშვნელოვანი პროექტი საგადახდო სფეროში, ეს არის მყისიერი გადახდების სისტემა, რომელიც უკვე განხორციელების ეტაპზე არის გადასული და 2026 წლის დასაწყისში გვექნება ეს ინოვაციური სისტემა, რომელიც მისცემს ყველა ჩვენ მოქალაქეს, კომპანიას, საფინანსო სექტორის წარმომადგენლებს შესაძლებლობას წამებში 24/7 რეჟიმში გააკეთოს ნებისმიერი გადარიცხვა. ასევე მუშაობთ
იმ პირობებში, როდესაც დაკავშირებადობა არის მთავარი ტრენდი და მთავარი მამოძრავებელი ძალა ჩვენი ეკონომიკის განვითარების, მუშაობთ აი ამ დაკავშირებულობის გაზრდის კუთხით საგადახდო სფეროში. ეს არის არა მხოლოდ SEPA, არამედ სხვა, მათ შორის ჩვენი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორის სახელმწიფოებთან, მათ საგადახდო სისტემებთან უფრო მარტივი ინტეგრაცია, მარტივი დაახლოება, რაცა ნაკლები შუამავლების გარეშე შევძლოთ პირდაპირ გადარიცხვების კეთება და იციან ბანკებმა ამ ინიციატივების შესახებ, მათი ძალისხმევის გარეშე, რა თქმა უნდა, ეს ვერ განხორციელდებოდა. ასევე მინდა აღვნიშნო ჩვენი ძალისხმევა მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროში, ჩვენ ეს ჩარჩო გავაძლიერეთ. რამოდენიმე თვის წინ ავამოქმედეთ ახალი ორგანო, ეს არის დავების კომისია, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ სულ რამოდენიმე თვეა რაც მუშაობს, უკვე 30-მდე გვაქვს წარმატებული შემთხვევა, როდესაც ძალიან დიდი დისკუსიის, საქმიანი დისკუსიის შემდეგ მომხმარებლის სასარგებლოდ დასრულდა დავა და გარკვეული კომპენსაციებიც იქნა გადახდილი. ეს არის სწორი და კარგი ჩარჩო, სადაც როგორც ბანკმა შეიძლება ან სხვა საფინანსო სექტორის წარმომადგენელმა დაიცვას თავისი ინტერესები, ასევე მომხმარებელმაც დაიცვას და მიმართვიანობაც ამ კუთხით იზრდება. და ზოგადად მინდა ვთქვა, რომ ჩვენი ბანკები არიან ძალიან ინოვაციურები, ჩვენ კი მაქსიმალურად ჩვენი კანონმდებლობის განვითარებით ხელს უწყობთ უფრო მეტი ინოვაციური პროდუქტის, უფრო მეტი ინოვაციური ტექნოლოგიის და ახალი მოთამაშის გაჩენას ბაზარზე. ეს არის მაგალითად იგივე ციფრული ბანკები, დღესდღეობით უკვე 17 ბანკით ვართ ჩვენ წარმოდგენილები. უნდა ვახსენო ჩვენი მიკროსაფინანსო სექტორი, რომელიც ძალიან ძლიერი და სტაბილურია, მაგრამ ველოდებით ამ დღეებში, რომ პირველი მიკრობანკებიც გაჩნდება. ახალი სექტორი, რომელიც ვახსენე, ეს არის ვირტუალური აქტივების სერვისის მიმწოდებელი, საგადახდო სერვისების მიმწოდებელი. აი მთელი ეს, ასე ვთქვათ, ნაირფეროვნება უზრუნველყოფს იმას, რომ მოსახლეობას, ბიზნესს კიდევ უფრო უკეთესი წვდომა ჰქონდეს საფინანსო სერვისებზე, საფინანსო პროდუქტებზე. დასასრულს მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო როგორც საბანკო სექტორში დასაქმებულ ადამიანებს, ასევე ეროვნული ბანკის თითოეულ თანამშრომელს, ჩვენს გუნდს, ძალიან ესეთ მაღალპროფესიონალური გუნდი არის. ყოველთვის ვისწრაფვით, რომ გავაუმჯობესოთ ჩვენი მუშაობა, ყოველთვის ვისწრაფვით, რომ უკეთესი, ასე ვთქვათ, და უფრო გამჭვირვალე რეგულაციები იყოს დაწესებული და მეტი კომუნიკაციით იყოს მიღწეული ესა თუ ის ცვლილება ბანკებთან და ასეც გავაგრძელებთ. ძალიან დიდი მადლობა ჩვენი დაფასებისთვის და ყველას გისურვებთ წარმატებას. საუკუნის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა.